ვინ ხართ თქვენ 4 ფერის მიხედვით? გთავაზობთ, შემომიერთდეთ, რათა წარმოგიდგინოთ პიროვნული განვითარების ყველაზე ცნობილი ტესტი 4 ფერის მიხედვით, ეგრეთ წოდებული DISC ტესტი და აი ამ ჩემი პრეზენტაციის საფუძველზე დავაკვირდეთ ჩვენს თავს, ჩვენს ახლობლებს, ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს ქვეყანას და ეს ტესტი მოგცემს პასუხს თითქმის ყველა კითხვაზე, ძალიან მარტივ და გასაგებ პასუხს. ამ თემაზე შენი პიროვნება 4 ფერში მქონდა ვერქშოპი, რომელიც არ ჩაგვიწერია და იმ დროს მთხოვეს კიდეც და მეც ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საინტერესო იქნება, ამიტომაც მის მოკლე ვერსიას წარმოგიდგენთ აქ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ ამ ტესტს აქვს თავისი საფუძვლები ანტიკაში და ეს გამოყენებული მაშინ აღქმული ცოდნის შეცვლა მოხდა, შევსება მოხდა, ასე ვთქვათ, გათანამედროვება მოხდა და შემდეგ აი ამის საფუძველზე შეიქმნა აი ამ 4 ფერის მიხედვით პიროვნული განვითარების ტესტი, რომელიც შემდეგ შეავსო გერთმა გერმანელმა კოუჩმა ტობიას ბეკმა ცხოველებით და ამიტომაც შენი პიროვნება 4 ფერში და 4 ცხოველში. მოდით დავიწყოთ და დავაკვირდეთ ჩვენს თავს და ჩვენს გარემოს. აი ეს არის ჩვენი სქემა, რომლის მიხედვითაც ვიმუშავებთ. პირველი ფერი არის წითელი ფერი, რომელიც დააკავშირა ტობიას ბეკმა ზვიგენთან, რატომ? მოგახსენებთ ახლავე, რადგან წითელი ფერი ნიშნავს გრიგ თვისებებს, რომელიც აი ამ ცხოველს, ამ ზვიგენს ახასიათებს. მას შეუძლია ძალიან შორ მანძილზე უკვე იყნოსოს, მიხვდეს, რომ მისი სამიზნე სადღაც იმყოფება და უსწრაფესად მიეშურება მისკენ. დავეცნოთ, მოდით აი ამ წითელ ფერს, ჯერ მის პოზიტიურ გამოვლინებას. ის არის ნებისყოფიანი, შედეგზე ორიენტირებული, ბუნებრივი ლიდერი, ის ხედავს დიდ სურათს და დეტალებში არ დაიკარგება. ეს არის ის ადამიანი, რომელიც ხედავს მიზანს და აქეთ-იქით არ გადაუხვევს, რადგან მისთვის აი ამ მიზნის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ძალიან მიზანსწრაფული, მიზანდასახული, თავდაჯერებული, ამბიციური, დამოუკიდებელი. ამ ადამიანს არ უყვარს, როცა მას ეუბნებიან თუ რა უნდა გააკეთოს, ის უფრო სიამოვნებით ეუბნება სხვას თუ რა არის გასაკეთებელი. ის არის ძალიან გაბედული, რისკს არ ერიდება. უყვარს ფუფუნება და ძვირფასი ნივთები. ეხლა გავეცნოთ მის ჩრდილოვან გამოვლინებას. ეს მიზანსწრაფული ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან დომინანტური. ასევე ამპარტავანი, ის გრძნობს თავის უპირატესობას სხვებთან მიმართებაში. ეს არის ერთადერთი აი ამ 4 ფერში, რომელიც დიდ სურათს ასე მკაფიოდ ხედავს და ის არის ასევე მოუთმენელი, რადგან მისი თვისებებით ის სხვა ფერები ვერ გამოირჩევიან, მათ სხვა ძლიერი მხარეები აქვთ. ეს შეიძლება გახდეს მბრძანებლური, ნაკლებად ემპათიური, არ იფიქრებს სხვაზე, რომ თქვათ, გაანთავისუფლებს თანამშრომელს და არ იფიქრებს, ის იფიქრებს, რომ გუნდს ან კიდევ მიზანს ჭირდება ასე და ის არ იფიქრებს თუ მის ოჯახს ან მის შვილებს რა ჭირდება. მას შეუძლია ძალიან ბევრი მუშაობა და ამიტომაც ეს ვერკოჰოლიკი, აი ასე, ესე იგი ეს სიტყვა ასე დაგიწერეთ. არის ძალიან ისე მომართული მიზანზე, რომ მას ამ გზაზე ბევრი რამ ავიწყდება და ამავე დროს შესაძლებელია თუ ვინმე ამ გზაზე გადაეღობა, ეს სუმცირე მსუბუქი ფორმით ხელის გაკვეთ ესენი იოლად ჩამოიცილოს. ასევე შესაძლებელია სხვა უფრო სამწუხარო ფორმები, ის მისთვის მიზანი არის უმთავრესი. ეხლა დაუბრუნდეთ ჩვენ ამ ნახეთ უკაცრავად ეს ზვიგენი, ხო?
დაუბრუნდეთ ჩვენ ამ სქემას, ზვიგენი არის დაუნდობელი ცხოველად, რომელიც მიისწრაფვის თავისი მსხვერპლისაკენ. შემდეგი არის ნახეთ ვეშაპი. ტობიას ბექს მწვანე-ფერი. ტობიას ბექს კითხეს, რომ თუ რის მიხედვით აარჩია და მან თქვა, რომ იყო რიგი მინიშნებები, რის გამოც მან ეს ცხოველები აარჩია, მაგრამ არ არის ვალდებული ყველაფერი დაასაბუთოს. ეს არის მისი არჩევანი. მე ვიტყოდი და პირადად მე ვირჩევდი, რომ ზვიგენის მაგივრად ნიანგი ყოფილიყო, იმიტომ რომ ნიანგიც არის ის ცხოველი, რომელიც წყნარად ჩუმად ელოდება, თუმცა მას მოთმინება აქვს, რაც შეიძლება ზვიგენს ნაკლები აქვს და შემდეგ უცებს სწრაფად მოქმედებს საჭიროების შემთხვევაში. ეხლა ვეშაპი კი რატომ? იმიტომ რომ სიღრმეში უყარს ცურვა, თურმე არის უსაფრთხო, ყოველ შემთხვევაში შედარებით უსაფრთხო, თავისთვის ცურავს და ცხოვრობს თავისთვის. მწვანე-ფერის დახასიათება კი უნდა მისი პოზიტიური მხარე, ეს არის შვიდი წყნარი დაფიქრებული ადამიანი, რომელიც თანაუგრძნობს სხვებს, არის ერთგული, უყვარს სიტუაციის დაბალანსება, მიელტვის ჰარმონიისაკენ და შეიძლება ეს ხშირად საკუთარი თავის ხარჯზეც გააკეთოს. უყვარს რაც ოდნაც აქვს მისი გაზიარება, სხვისი დახმარება, მზრუნველობს სხვაზე ისე რომ შეიძლება არც შეეკითხონ და თავისი ინიციატივით ეს მზრუნველობა გამოიჩინოს, არ თხოვონ. არის გარეგნულად სტაბილური, სულმცირე, ლოიალური, პატიობს იოლად. მისი ჩრდილოვანი მხარე არის, რომ საკუთარ თავს სხვებზე უკან აყენებს. ის იმდენად არის გართული თუ რა ესიამოვნება სხვას და აქ მინდა რომ შედარება მოვახდინო, რომ თუ წითელი ფერი არის ორიენტირებული, რომ რა შეუძლია სამყარომ გამიკეთოს მე, მწვანე-ფერი არის ორიენტირებული იმაზე, რომ რა რითი შეიძლება მე სამყაროს და ჩემს გარშემო ადამიანებს ვასიამოვნო. ამიტომაც ხშირად ეს ადამიანები უკან რომ მოიხედებიან ცხოვრების ბოლოს, ნანობენ რომ საკუთარი თავი უკან დააყენეს, რომ მათ უნდა მეტად ეზრუნათ საკუთარ თავზე. მას კონფლიქტის შიში აქვს, წითელი ფერისაგან განსხვავებით, ერიდება მას, არის მელანქოლიურობისაკენ მიდრეკილი და მისთვის ძალიან ძნელი არის უარის თქმა, ის ძალიან იტანჯება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის თუ რა სიტყვის ხალხი. და ორიენტირებულია ძალიან ამ კარგი ადამიანის, ამ ზრუნველის, ამ იმიჯის შენარჩუნებაზე. სიახლეები მასშიშის იწვევს გრძნობების გამოხატვა. უჭირს მიუხედავად იმისა, რომ ეს გრძნობები აქვს, იმიტომ რომ აქაც ცდილობს რომ დაზოგოს გარემო და ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება უჭიანურდება, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით, რა სიტყვის ეს, რა სიტყვის ის, რა სიტყვის ხალხი. იცით, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს მწვანე-ფერი ბუნებრივად, ესე იგი არქეტიპულად ძლიერი. და ისინი თავს კარგად გრძნობენ ამ როლში. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ განავითარეს მაგალითად წითელი ფერი, რადგან ოჯახში იყო ისეთი სიტუაცია, ან სხვა ოჯახის წევრს მაგალითად მამას ჰქონდა ძალიან ძლიერი ეს დომინანტური წითელი ფერი და მოხდა ისე, რომ ბავშვმა სიტუაციის დაბალანსებისათვის ეს მწვანე ფერი გააძლიერა. შემდგომ კი ცხოვრებაში როგორ მიხვდება ადამიანი, რომ ეს არის ეს მწვანე ფერის სიძლიერე, დომინანტობა არის მასზე აკიდებული. როცა მას ეს მზრუნველობა, ეს სხვებზე გადაყოლა, ეს სხვებზე ფიქრი, როდისღაც ძალიან გააღიზიანებს. და თუ მას აქვს თვისება, რომ ითმენს არის ყველაფრის გამგები, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება დაარტყას მაგიდას ხელი და ძალიან პრინციპულად, ძალიან სხვანაირად რომ წითელი ფერი შესაფერისად მოიქცეს და ამით შეიძლება შოკში ჩააგდოს თავის გარშემო მყოფი ადამიანები. ასე რომ ხშირად არის რომ ჩვენ რაც ქონდა ეს ფერების გამა აღზრდის შედეგად ხდება მათი გაძლიერება, ზოგიერთის გაძლიერება, ზოგის დათრგუნვა და
ნიშნავს, რომ ეს ყოველთვის გამოიწვევს შინაგან კონფლიქტს, შინაგან დისკომფორტს და რიგ შემთხვევებში საერთოდ და ზოგადადაც ეს მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეხლა ისევ მინდა რომ დაუბრუნდეთ აი ამ სურათს. ზვიგენის მკაცრავად ეს დავაწერინე ხელოვნურ ინტელექტს და სიტყვები არ დამეწერა სწორად, ამიტომ არ გაჩვენებთ ნაწერის გარეშე. ასე იგი ზემოთ წითელი ფერი არის ზვიგენი და მეორე მხარეს მწვანე ვეშაპი. ესენი არიან ურთიერთგამომრიცხავი, საწინააღმდეგო ტიპажები და რასაკვირველია თუ თქვენ წარმოიდგენთ, რომ ესენი თუ არიან ახლო მეგობრობაში ან ცოლ-ქმარი არიან, ერთი იქნება დომინანტი, მეორე რომელიც იღებს და მეორე არის ის მომთმენი, ის წყნარი, ის მშვიდი, რომელიც აბალანსებს და გასცემს. თუ ორივე ამ როლით კმაყოფილი არის, რა გვაქვს სათქმელი, მაგრამ აქ ძალიან ბევრი კონფლიქტი იმალება უმეტეს შემთხვევაში. ეხლა ჩვენ განვაგრძოთ ჩვენი სქემა დელფინი. დელფინი არის ძალიან საყვარელი, მხიარული, აი ძალიან ისეთი ცხოველი, რომელიც ყველას უყვარს და ყვითელი ფერი მის პოზიტიურ გამოვლინებაში არის ასევე ყველასათვის სასურველი ადამიანი. შესანიშნავი დიდებული ენერგიით, მეგობრობის სული და გული. თუ კარგ ხასიათზეა, რომ ყველას კარგ ხასიათზე დააყენებს. მოდით უფრო კარგად ნახეთ, გადავხედოთ მის მოკლე დახასიათებას. ის არის ცნობის მოყარე, ემოციური, სპონტანური, იუმორის გრძნობა აქვს, სადაც შევა მისი ენერგია ყველგან იგრძნობა. ოპტიმისტური, მხიარული, ძალიან შემოქმედებითი უნარებით დაჯილდოვებული. ეს არის ჩვენი ტიპიური არქეტიპის დიონისეს მახასიათებელი თვისებები მის პოზიტიურ გამოვლინებაში და ასევე გოგონებში ეგრეთ წოდებული პრინცესა პერსეფონე. მაგრამ ამ ყვითელ ფერს თავის ამ დიდებულ თვისებებთან ერთად აქვს მისი ძალიან ესეთი თვალში მოსახვედრი, უცებ თვალში მოსახვედრი ჩრდილოვანი მხარე. ის არის თავის თავზე ფოკუსირებული, ქაოტური, გადაჭარბებული ემოციები და რეაქციები აქვს, ცვალებადი ხასიათი, ფოკუსი უჭირს, სიღრმე უჭირს, სულ ყურადღება სჭირდება ხალხისაგან, სულ დადასტურება, რომ ის უყვართ, რომ ის ასეთი კარგია. კრიტიკა მის ეგოს ძალიან სტკივა. გარეგნულად ხშირად მხიარულია, მაგრამ შიგნით შეიძლება ღრმად რამეს განიცდიდეს. ფულთან მისი ურთიერთობა პრობლემატური არის. ასევე მისი იოლად ხდება დამოკიდებული ნივთიერებებზე, რომლებიც მას არ უხდება. დროის შეგრძნება პრობლემატურია. ასე რომ, ეს არის ყვითელი ფერის დახასიათება და ისევ ნახეთ მის მოპირდაპირე მხარეს არის ლურჯი ფერი. და ეხლა მე ლურჯ ფერს რომ დავახასიათებ, თქვენ ისევ ეს მცდარი სურათი განახეთ, ლურჯ ფერს რომ დავახასიათებ, მიხვდებით, რომ მე ტიპიურ გერმანელს ვახასიათებ ამ ლურჯი ფერის დახასიათებით. ჯერ პოზიტიურს გადავხედოთ. ეს არის ადამიანი, რომელიც არის დაკვირვებული, დინჯი, ორგანიზებული, კარგი ანალიზის უნარით, დეტალებზე ორიენტირებული, ზუსტი, პუნქტუალური, რეალისტური, პრაქტიკული, წესრიგის და სტრუქტურის მოყვარული. ეს სტრუქტურა, რომელიც ამ ყვითელ ფერს ძალიან უჭირს და წესრიგიც. ეს ადამიანი არის სადა მომჭირნე, სტატუს სიმბოლოები არ უყვარს, როცა წითელ ფერს და ყვითელ ფერსაც ძალიან უყვარს. ერთგული, საიმედო, ინსტრუქციების მიმყოლი, კანონმორჩილი. ალბათ ჩემს ვიდეოებში გერმანელების ტიპიურ გერმანელს რომ აღწერ, გეცნოთ ეს დახასიათება. ეხლა გადავხედოთ მის ჩრდილოვან გამოვლინებას.
სრულყოფილებისაკენ მიდრეკილი, ნაკლებად სპონტანური, პედანტური მეწურმანე, თქვენ იცით ეს გერმანული ანგარიში. მძიმე ფიქრებში ჩაძირვისაკენ მიდრეკილი, ზედმეტად ფრთხილი. დიახ, აი ზედმეტად ფრთხილობაც არ ვარგა და ემოციური სიახლოვე და გულის გახსნა უჭირს. ერთი ფუთიმარელი კი არა ჩრდილო გერმანიაში, რა ვიცი, 3 ფუთიმარელი მაინც არის საჭირო, რომ მათ ახლოს მიგიშვან. ზედმეტი ფიქრი გადაწყვეტილებებს უჭიანურებს, რადგან ის ყველა ვარიანტებს გათვლის, გაიანგარიშებს. და აი ნახეთ, დაუბრუნდეთ ისევ ამ სურათს. აქ არის თანაბრად გადანაწილებული ეს ყველა 4-ვე ფერი. 4-ვე არის ჩვენში, მაგრამ სხვადასხვა პროპორციით. ესეთი სრულყოფილი გადანაწილება, რასაკვირველია, არ არსებობს. მაგრამ მას, ვისაც დაბალანსებული აქვს ეს 4-ვე ფერი, აქვს რიგი უპირატესობები მათთან შედარებით, ვისაც 1 და 2 ფერი აქვს ძალიან დრამატულად გამოყოფილი. და ახლა გეტყვით, რომ აი ეს წითელი და ყვითელი, ასე ვთქვათ, ზვიგენი და დელფინი არიან უფრო ექსტროვერტირებული. მეორე მხარეს მწვანე და ლურჯი არიან უფრო ინტროვერტირებული. ეხლა ფოკუსი. წითელი არის ფოკუსირებული მიზანზე, მწვანე არის ფოკუსირებული სხვებზე, ლურჯი არის ფოკუსირებული საქმეზე, ყვითელი არის ფოკუსირებული თავის-თავზე, ან მას საერთოდ უჭირს ფოკუსირება რამეზე, მაგრამ აი ეგოცენტრულ თავის-თავზე შეუძლია მხოლოდ კარგი ფოკუსირება. და აქ გვაქვს აი ამ სქემაში არის როგორც 4-ვე ფერის, როგორც პოტენციალი, ასევე მათი სუსტი მხარეები. რათა ვიდეო არ გამოვიდეს გრძელი და მე ახლა შემოვიფარგლები მხოლოდ მათი აი მოკლე განხილვით და შემდგომ ვიდეოებში შეიძლება რომ ეს თემა ურთიერთობაში, მაგალითად ბიზნესში, თქვათ, უნდა ადამიანს ბიზნესის აგება, მას თუ მწვანე ფერი აქვს დომინანტი, ის ბიზნესს ვერ ააგებს. ჯერ მარტო თავისი ერთი კაცის ბიზნესის აგებაც გაუჭირდება, მას ჭირდება წითელი ფერი მის პოზიტიურ გამოვლინებაში. და ასევე ჭირდება ყვითელი ფერი თუ სოციალურ მედიის, ასე ვთქვათ, სოციალურ მედიის საშუალებით უნდა თავისი პროდუქტების გაყიდვა, რადგან ეს ყვითელი ფერია, რომელსაც ის ენერგია აქვს, რომ დაინახავ გესიამოვნება, მოусმენ. და ამავე დროს მას ჭირდება ანალიზი, მას ჭირდება ფინანსური ანალიზი, თუ რამდენად მომგებიანია, რა ფასი დაადოს, როგორ და ასე შემდეგ. ესე რომ წითელი ფერი, რომელიც ხედავს რაღაცა იდეას და უნდა რომ ეს იდეა განახორციელოს, მას ჭირდება ეს 3-ვე ფერი. ყვითელი დაჭირდება აუცილებლად, რომ მას ჰქონდეს ყავდეს ადამიანები, რომლებიც მარკეტინგით იქნებიან დაკავებულები, ადამიანთან ურთიერთობით, რომლებიც მათ ძალიან კარგად შეუძლიათ და ამავე დროს მათ ჩრდილოვან გამოვლინებაში ასევე შეუძლიათ ეს ადამიანები გააცურონ, მოატყუილონ, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ჯერ პოზიტიურ გამოვლინებაზე. და რასაკვირველია, თუ მაგალითად წითელ ფერს აქვს იდეა, თუნდაც მაგალითად მშენებლობაში, აქ კარგი ხელოსნის გარეშე ის ამ იდეას წარმატებით ვერ განახორციელებს და უნდა გითხრათ, რომ აი რაც ჩამოვთვალე ეს თვისებები ლურჯ ფერზე, მე ამ თვისებებს ვხედავ აქაურ ხელოსნებში. რასაკვირველია, 100%-ით არა, მაგრამ უმეტესობა არის ის, რომელიც მოვა, კარგად შეხედავს სიტუაციას, მონიშნებებს გააკეთებს, გაზომავს და რასაც შეგვირდება 100%-ით შეასრულებს. ყველანაირად ხარისხით და ასევე დროის მიხედვითაც და თუ დროში ვერ ჩაეტია, აქაც ძალიან იშვიათია, რომ მან რაღაც მიზეზი ექნება, ის არ აიღებს სხვა საქმეს, არ დაიწყებს სირბილს დიდი ალბათობით, თუ დაიწყო, მაშინ უნდა ივარაუდოთ, რომ სხვა ფერთან გვაქვს საქმე, მას ყვითელი ფერი აქვს ძალიან შემოპარული. და ამავე დროს რომ მოვა, ყველაფერს გააკრავს და დაიცავს, ბოლოს რომ დატოვებს საქმეს გაკეთებულს, აი შეიძლება გამოგვაც არ დაგჭირდეს და
მე არ ვამბობ ფანჯრების და იატაკის ესე ძირეულ წმენდაზე, იმის შემდეგ რაც რემონტის ჯგუფში ნახე ფოტოები, როგორ გამოიყურება ახალი გარემონტებული სახლი და როგორი გასაწმენდი არის, აი ეს არის ამ ყვითელი ფერის გამოისობით და ლურჯი ფერი დატოვებს ყველაფერს გაგეცგეძებულს და აი ამიტომაც აქვთ გერმანელ ხელოსნებს ძალიან კარგი სახელი და ასევე შესაბამისად მაღალი ფასიც. თვითონ ქვეყანასთან მიმართებაში, აი ჩვენ შევხედოთ, წითელი და ყვითელი ჩვენს არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან გამოკვეთილი. მე რომ ვიხედები სოციალურ ქსელებში ერთი-ორი ბლოგერის გარდა და შეიძლება მე და კიდე რამდენი ჩემი მსმენელების რაღაც სერიოზული ნაწილი ვიმედოვნებ, ვართ უფრო ლურჯ და მწვანე, აი აქეთა მარჯვენა მხარეს. სისტემატურად ვხედავ, აი ყოველდღე ვხედავ აღელვებულ ადამიანებს, რომლებიც ვერ უშვებენ სხვა, შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, ეს არის წითელი ფერი, მის, ასე ვთქვათ, ჩრდილოვან გამოვლინებაში, რადგან მან იცის ყველაზე უკეთ ვის რა უნდა მოსწონდეს, ვინ რა უნდა გააკეთოს ეს მის ჩრდილოვან გამოვლინებაში, რადგან მას აქვს რაღაცა მიზანი და ვინც აი ამ მიზნის გზაზე დგას, ის შეუბრალებლად ამ ადამიანებს გვერდიდან ჩამოიცილებს. და ყვითელ ფერს მის ჩრდილოვან გამოვლინებაში აქვს ეს როგორც ლერწამი ქარი რომ დაუბერავს, ხან აქეთ მიიხრება, ხან იქით მიიხრება, არის კომფორტის მოყვარული. მაგრამ როგორც ვთქვი, ყველა ფერს აქვს თავისი ძლიერი პოზიტიური, ეს დადებითი გამოვლინება და ჩვენ თუ ამ დადებით გამოვლინებას და მის პოტენციალს დავინახავთ, დავაფასებთ, შესაბამისად და გავააქტიურებთ, მაგალითად, როცა გვინდა რაღაცა ერთი კაცის თუ პატარა ბიზნესის გაკეთება, თუნდაც დიდი ბიზნესი იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენშიც უნდა გავააქტიუროთ მწვანეს მაგივრად წითელი ფერი, მის პოზიტიური გამოვლინებაში სხვანაირად საქმე წარმატებული ვერ იქნება და აუცილებლად გვჭირდება ისეთი სანდო ადამიანები ჩვენს გარშემო, როგორიც არის მაგალითად ეს ლურჯი ფერი. ისე რომ იმედია შთაბეჭდილება შეგექმნათ, ნიშნავს რომ წარმოიდგინოთ თქვენი თავი, ან თუნდაც სხვა პიროვნება და აი ამ დახასიათების საფუძველზე, აი ნახეთ, არის სხვადასხვა ვარიანტები, მე თქვენ ერთ-ორს გაჩვენებთ, როცა მაგალითად წითელი ფერი არის გამოხატული, როცა ვიღაცა ძალიან დომინანტურია და მის უარყოფით გამოვლინებაში შეიძლება ძალიან აგრესიულიც იყოს, რადგან მას უჭირს იმის წარმოქმნა, რომ სხვა მის ამ დირექტივებს არ ემორჩილება და მის ხაზს არ ატარებს. ეს არის, აი, მწვანე ნიშნავს, რომ ეს ადამიანი არის სხვებზე ისე ფოკუსირებული, რომ თავისთავად აქვს დავიწყებული და აუცილებლად შეცვლა ჭირდება ამას. რას ნიშნავს შეცვლა? ჩვენ რადიკალურად ვერ შევცვლით ამ ყველაფერს, თუ მოცემულობა არის, რადგან უმეტესწილად ეს არის განპირობებული გენეტიკურად, მაგრამ აღზრდასაც აქვს და აი ამ სოციალიზაციასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ დროს შეიძლება რეგი, მაგალითად წითელი ფერი იყოს დათრგუნული. და აი ამასაც ამის ასე ვთქვათ, დაკორექტირება არის შესაძლებელი. აი შემდეგ როცა ლურჯი ფერი არის ძალიან დომინანტი, მე ასეთ ადამიანებს აქ საკმაოდ ვიცნობ. და ეს კიდევ ყვითელი ფერი და ესეთ ადამიანებსაც ვიცნობ, ოღონდ აქ ნაკლებად უფრო ჩვენს სამშობლოში. მოკლედ გემშვიდობებით და დიდი მადლობა მოსმენისათვის. ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ ინტერესს გამოხატავთ კომენტარებში, რათა იმის მიხედვით თუ ინტერესი იქნება, შესაბამისად შევეცდები, რომ ვიდეოები ცალკეულ თემებზე გავშალო და ასევე სიამოვნებით გავაკეთებდი ვერკშოპს თუ როგორ უნდა გააქტიურდეს წითელი ფერი მათში, ვისაც ძალიან დომინანტური მწვანე ფერი აქვს. ჯერჯერობით კარგად ბრძანდებოდეთ.